ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან კომენტარს აკეთებს, პირდაპირ ეთერში ვთავთ შალვა პაპუაშვილს. თქვენ გქონდათ ორი სიტყვის გამოსვლა პლენარული დისკუსიის ფარგლებში, გენერალური დებატების ფარგლებში, რომ შევაჯამოთ ეს სიტყვის გამოსვლები რა იყო მთავარი გზავნილი ქართული მხარის აქ შეკრებილებას. დღეს პარლამენტების სპიკერების სოფლიო კონფერენციის ძირითადი დღე არის, სადაც როგორც გენერალური დებატები მიმდინარეობს, ისე სხვა პანელური დისკუსია, ჰქონდა შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისევე როგორც გენერალური დებატების ფარგლებში გამოსულიყავი კოლეგების წინაშე და გვესაუბრა საქართველოს გადმოსახედიდან იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ ფორმატის დროს ხაზი გაისვოს. ძირითადად ვისაუბრეთ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, უცხო სხვა ქვეყნების შიდა საქმეების ჩაურევლობის დაუშვებლობაზე, რაც არის წინაპირობა ერთ-ერთი მთავარი ქვეყნების მშვიდობიანი განვითარებისა. ჩვენ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა ადმინისტრაცია, პირველივე აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც სახელმწიფო პრეზიდენტმა მიიღო, ეხებოდა ზუსტად ამ საკითხს და პირველივე წინადადება, რითაც იწყება ეს აღმასრულებელი ბრძანება არის, რომ უცხოური დახმარება გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის და ეს უნდა დასრულდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ასეთი ფორმატების გამოყენება, სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეა წარმოდგენილი ამ საკითხების განსახილველად. ვქონდა შესაძლებლობა ასევე კოლეგებს გავსაუბრებოდი, ვქონოდა ასევე ფორმალური შეხვედრებიც, რომელიც გავმართეთ კოლეგებთან, მათ შორის იმაზე სასაუბროთ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაციის მხრივ, ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმ ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად. გითხავთ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, მათი გუნდის წევრის დაკავებაზე ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. მუშინ სააკაშვილიც საუბრობდა, რომ ხაბეშვილის წინააღმდეგ იგეგმებოდა დაჭერები და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს ყველა? პარლამენტებში შეიძლება თაღლითობის ბრალდებით არის ესპერი დაკავებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დამხმარება ამ ფაქტსაც ზოგადად ფაქტი, რასაც ეხება და ბრალდება, რომელიც წარდგენილი არის, შეეხება უკანონო მიგრაციას, რაც ერთი მხრივ არის დღევანდელი გამოწვევა მსოფლიოში და მეორე მხრივ ზუსტად ეს საკითხი არის სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანი არის უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირთან, რომ საქართველოს არ დაუშვას უკანონო მიგრაცია, ასე რომ ამ ადამიანების ნებისმიერი ადამიანი ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთო ძირს უთხრის საქართველოს საერთო ასე ვთქვათ განვითარებას. ბანკი ქართლთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ტევ1-ს უჩივის სასამართლოში, ტევ1, სადაც ამბობენ, რომ ბანკ SWIFT-დან გათიშვა ემუქრება, რომ თითქოს ბანკს ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს და ასევე ბანკი გაუმჭვირვალედ მუშაობს. თქვენი აზრით რა არის ამ დეზინფორმაციის მიზანი, რომელსაც აუცილებს ეს ტელევიზია? უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი რა არის ამ დეზინფორმაციის წყარო? ამ დეზინფორმაციის წყარო არის მამუკა ხაზარაძე. და მისი ტელევიზია არის ეს, რომელიც აწყობს ასეთ თეორიებს. ცნობილი არის, რომ ბანკი ქართულ არის საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაში და ყველა მისი შემოსავალი სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის მიიმართება. თუმცა მამუკა ხაზარაძესთვის, რომელიც თავად თაღლითობისთვის არის გასამართლებული და ქონება კი მევახშეობით აიწყო, გასაგებია, რომ მისთვის ქველმოქმედება რა არის, გაუგებარია და ამიტომ ცდილობს, რომ რაიმენაირად ასეთი დეზინფორმაციით და ტყუილით ზიანი მიაყენოს ბიძინა ივანიშვილს და ამიტომაც არსებობს სასამართლო, მე მგონი ხელის გულზედებს ის ტყუილი და დეზინფორმაცია, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს, ასე რომ განიხილავს სასამართლო ყველა ამას ნახავს საჯაროდ და ადგენს კიდევაც შეშმარებას. წესკოსთან დაკავშირებითაც მინდა გითხოთ, საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად არის მოხსენიებული, რაც ეუთო ოდირის დასკვნაში მსგავსი არაფერი არ ყოფილა, რამდენად სწორია ევროპარლამენტის ეს განცხადება. ხო, ეს არის ის დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის მხრიდან ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. ეს რეზოლუცია მიღებული იქნა ევროპარლამენტში გაფართოების კომისარის მარტა კოსის თანდასწრებით და მისი შექების და ტაშის თანხლებით და როცა ასეთი დეზინფორმაცია იწერება
ბრიუსელის ოფიციალურ დოკუმენტებში იქნება ეს არჩევნებთან დაკავშირებით და შეგახსენებთ რომ ამ რეზოლუციაში ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც არის მოთხოვილი. რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ჭრილს აყენებს ნდობას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. დღემდე სამწუხაროდ ევროკავშირის ელჩი არ გამიჯნია ამ რეზოლუციას და ამითი ხელს უწყობს თავად ევროკავშირის ელჩიც ამ ტყუილის გავრცელებას საქართველოში. ერთის მხრივ ხედავთ რომ რამდენიმე ფრონტია გაშლილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე. ერთის მხრივ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ავრცელებს ტყუილს არჩევნებთან დაკავშირებით, თითქოს გაყავდა. მეორე ევროკავშირის ელჩი, რომელიც არ ემიჯნება ამ რეზოლუციას და არ ამხელს ამ რეზოლუციის დეზინფორმაციულობას და მათ შორის არ ამბობს იმას, რომ ეს მის პოზიციას არ წარმოადგენს და არ ემიჯნება. მესამე ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული NGO-ები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მის დაფინანსებას აგრძელებს ევროკავშირის ელჩი. ეს ყველაფერი არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე და სამწუხაროდ ამ თავდასხმის ერთ-ერთი თანამონაწილე ევროკავშირის ელჩი არის. ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელის პრესპიკერის განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს ყველა, მათ შორის ბრიუსელში, მანამ სანამ ქართველებს დააბრალებს დეზინფორმაციას. ფაქტები დავასახელეთ მილიონი, არც ერთი ფაქტი გაბათილებული არ იქნა ამ პრესპიკერის მხრიდან. ითქვა ერთი რაღაც ეს ხელი აგვიქნიეს, რომ დეზინფორმაცია არის. სად არის პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც სვავს, რატო აფინანსებს ევროკავშირი ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც არ აღიარებენ ქართული ხალხის არჩევნებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს. ყველა ორგანიზაცია დღეს და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას, ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, ყველა უკლებრივ დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ასე რომ რა თქმა უნდა აქ დგას პირდაპირ ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა, რომელიც ამისი თანამონაწილეა. თვითმმართველობის არჩევნებზე მინდა კითხოთ ბატონაშალვა, ორად ყოფილდა გახლეჩილ ოპოზიციაში, ერთი ნაწილი ლელო გახარიების კანდიდატად განიხილება ალეკო ელისაშვილი, მეორე ბანაკში მყოფი ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძემ 8 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა ოპოზიციას, სადაც საუბარია დაუმორჩილებობაზე, ერთიანობაზე, აქციებზე და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ოპოზიციის ერთი ნაწილის ალეკო ელისაშვილი და მეორეს მხრივ გიორგი ვაშაძის გეგმა რომ შევაფასოთ და მათი პერსპექტივები თვითმმართველობის არჩევნებზე. დავამატებ თუ შეიძლება პატა მანჯგალადემ წარადგინა ვაშაძე ჯაფარიძის გეგმა, რომ ერთი ბრენდის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ დაუმორჩილებობა და ამით მივახტეთ ვადამდელ არჩევნებზე. ისა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი. ხო, როცა საუბრობენ ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანენ, ამითი აღიარებენ კიდევაც ისაც ერთი ბრენდის ქვეშ ნაციონალ მოძრაობის ქვეშ არიან ყველა. კიდევ ერთხელ რა ვიცი, ხაროდემდე უნდა შეგვაყარონ თვალებში მართლაც აი ნაცარიც უკვე აღარ არის ეს რასაც ახლა ხედავთ ეს არის უბრალოდ თავხედური ტყუილი ქართული საზოგადოების მიმართ, როდესაც ხედავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს გამოდიან და გვესაუბრებიან თითქოს არის რაიმე განსხვავება რადიკალურ ოპოზიციას შორის. არის ერთი წყაროდან მომდინარე ნაკადულები, რომლებიც ყოველთვის ერთად ერთიანდებიან როგორც ვერცხლის წყალი. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის ერთი ბრენდი, ნაციონალური მოძრაობა და ნაცობა, ეს არის იდეოლოგია და ყველა ვინც აი ამ იდეოლოგიის ქვეშ არის ერთი პარტიის ნაწილი. რაც შეეხება თავად მათ მონაწილეობას არჩევნებს, უნდა გითხრათ შანსი რა უნდა ქონდეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ გამოდიან და მთავარი საარჩევნო დაპირება აქვს, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ გარედან მიღებული მითითებებით. მთავარი საყვედური რა არის რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლების მიმართ? მთავარი საყვედური რომ არ უჯერებთ უცხოელებს. აი ეს არის. და მთავარი დაპირებაც არის რომ დაუჯერებენ უცხოელებს. დაუჯერებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა და საქართველოს მართავენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილების და მითითების მიხედვით. ასეთ ადამიანებს ვინ უნდა მისცეს ხმა, როგორ შეიძლება საერთოდ მანდატი ანდო ხალხმა, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ, მოვიპოვეთ 30 წელია ვაშენებთ ქვეყანას და მოდიან ეხლა კიდე არიან ასე თქვა ძალები, რომელიც ამბობენ რომ ქართველობა უნარობას ნიშნავს, არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია, უნდა დაუჯეროთ რასა იუკნევიჩიანეს და უნდა დაუჯეროთ ბრიუსელის პრესპიკერს. ნუ ამ დონეზე დაყავთ მართლა ცისხლით მოტანილი დამოუკიდებლობა. დღეს არჩევანი ზოგადად პოლიტიკურ ლანდშაფტზე არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. სამხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის დამცველი
და მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი და ამბობს, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და უნდა ბრიუსელის პრესპიკერმა, რომელიღაც ელჩმა და რომელიღაც უცხოელმა პოლიტიკოსმა გითხრას ეს ყველაფერი. ნაციონალური მოძრაობის და მათი მედიის თავდაცვის სამიზნეა. ალეკო ელისაშვილი ერთ მხარეს და მეორე მხარეს იგივე თემაზე მეც ეს პირები თვითონ ეს კანდიდატები რამდენად სერიოზული არიან, ეს ადამიანები სხვანაირადაც შეხედეთ, ხომ 8 პუნქტი არის გეგმა თქვით, ხომ? აი რატომ 8 და არა 9 ან 7? აი 8 პუნქტს ხო იმიტომ ამბობს, რომ 8 პარტია ვართ, რომ ამბობენ. აი ესეთ როგორ გითხრათ, იცი მოსახლეობის მიმართ წარდგენილ პროგრამაშიც კი ასეთ იაფასიან რაღაცა ნუმეროლოგიურ პიარს დებენ, სასაცილოა, აი მასხრად იგდებენ თავის თავს და შემდეგ ამორჩეველიც მათ მასხრად იგდებს და ეს არის შედეგი, რომელსაც მიიღებენ. ასე რომ შედეგები ამ არჩევნების ცნობილია მინიმუმ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელსაც ვხედავთ, ხომ? სად არის დღეს ოპოზიცია? არის იქ ჩემი აზრით კიდევ უფრო დაბალი უნდა იყოს წესით მათი მხარდაჭერა იმ პირობებში, რასაც ისინი არჩევენ, მაგრამ ფაქტი არის ასევე, რომ ქართული ოცნებების მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ბატონო შალვა, ამ თემას გავაგრძელებ ბოდიშ გიხდით, ოპოზიციის გახლეჩვაზე იყო აქ საუბარი და მინდა კითხოთ ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელიც მან 4 ოქტომბერს რომელიც მან გააკეთა, 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როცა საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ. ამ განცხადებას თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს. აი ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ აჩენს იმ კითხვებს და ადასტურებს იმას, რომ პარტიაში ერთმანეთს აღარ ინდობენ უკვე საჯაროდაც. სიამოვნებაში არსში დაპირისპირება აქ არ არის, თარიღებში შეიძლება თარიღების ტაქტიკა აქვს სხვანაირი, თუმცა არსი ორივე ლიდერი ნაციონალურ მოძრაობის გამოვიდა და ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა არის მათი მიზანი, ორივე ლიდერმა ნაციონალურ მოძრაობის ეს დაადასტურა. აი ახლა ამ პარტიას ხელს რომ ართმევენ ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის რომ ცარიელსკამს გამოყოფს ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ რომ გაგვიმეორონ 90-იანები აქ თავის ყველაფრით შიდა და გარე დაპირისპირებით ყველაფრით უნდა თუ გაიმეორონ 90-იანი წლები საქართველოში. და ამაზე რა თქმა უნდა არ უშვებს საქართველო, ეს იყო ზუსტად 26 ოქტომბერს ქართული ხალხის პასუხი ყველა ამ ქართველის და უცხოელისთვის, ვინც აქ ქუჩის ომების მოწყობას გვიპირებდა და ნახეთ ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან დეკემბერში, როდესაც მაშხალები დაიჭირეს ხელში და ამის ტყვიამფრქვევით ესროდნენ პოლიციელებს და ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოუძებნეთ დღისით სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე საქართველოს პარლამენტზე. დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტს და თავს ესხმოდნენ პოლიციას. კითხოთ ნაციონალური მოძრაობის და მათი მედიის თავდაცვის სამიზნე არის ამჯერად ტურიზმის სექტორი. BMG-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუ ქუთელიას ბიზნეს პარტნიორი ხალიანის მფლობელი ამბობს, რომ ყავთ ტურისტები რუსეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, რომლებიც ფულს არ ხარჯავენ. აი ამ ფაქტს ეს საერთოდ მე მგონი რაღაც სპეციფიური სეგმენტი შეიქმნა საქართველოში ნაცი ბიზნესმენების თუ რაღაც იდეოლოგიზირებული ბიზნესმენების, რომლებიც რაღაც მაზოხიშვი გადავარდნილი არიან, რომ რაიმენაირად წარმოაჩინონ რამდენად ასე ვთქვათ, რაიმენაირად წარმოაჩინონ ისე უნდათ რომ ისეთი შტაბ-ბეჭდება იქნება, უნდათ რომ რაღაცნაირად დაზიანდნენ, დაზარალდნენ, რომ მე ამაზე მოთქვან და ვიღაცას დააბრალონ. ნაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ის სასტუმროს მენეჯერი არის თუ NGO-ს თანამშრომელი არის, ბათუ ქუთელია არის თუ სხვა ადამიანი. და მით უმეტეს BMG-ზე როცა ვსაუბრობ, შეგახსენებთ, რომ ეს ის BMG არის გიორგი ისაკაძის, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ ჩართული იყო ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეში.
ადამიანს აღიარებული აქვს, რომ ის იყო ჩვეულებრივად შეკვეთილ ჩვენებებს აძლევდა და შეკვეთილ ასე ვთქვათ, რაღაც ტრანზაქციებს ახორციელებდა, რომ რაიმენაირად გაეკოტრებინათ 2011 წელს თუ 12 წელს ბანკი ქართულ. აი ხა ეს ადამიანი სადაც ბიზნესზე რო ისაუბრებს, საერთოდ სირცხვილე არ არის. მოქს ბატონშავა 20 ივნისთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორ დასრულდება ეს გამოძიება, იმიტომ რომ კითხები სტრასბურგსაც აქვს მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით, აი რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა ორი რამე. პირველი, რომ 20 ივნის 2019 წლის იყო პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი. ამ შტურმის მონაწილეები იყვნენ ნიკამელია, ნაცები, გვერდით ნაცები, ზემო და ქვემო ნაცები. ეს არის ფაქტი. და არც ერთი ეს ძალადობა დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს და პირიქით გულში იხუტებენ ამ მოძალადეებს, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითვე აღიარებულია, რომ ძალადობრივ შტურმს ახორციელებდნენ პარლამენტს. ასე რომ ეს ბოდიში ჯერ კიდევ ვალად აქვს ევროკავშირს ქართული ხალხის მიმართ, რომ ეს ძალადობა არ დაგმო და მეორე რაც შეეხება უკვე ამ ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიებას, აქ არსებობს კითხვები, რამდენად სწორედ იყო დაგეგმილი და განხორციელებული შეასაკვირთა მინისტრის თუ შესაბამისი პირების მხრიდან ეს ღონისძიება, შესაბამისად ამ ყველა კითხვას პასუხს გასცემს პროკურატურა. გიორგი ბაჩაშვილის საქმეზე კითხავთ, სააპელაციო სასამართლო განიხილავს მის საქმეს, არის საუბარი ოპოზიციის მხრიდან. პოლიტიკური ხასიათი აქვს მის საქმეს, თქვენ როგორ შეაფასებთ? არ ვიცი, ხა ეს სასამართლო მიდის, მაგრამ ადამიანი არის დადასტურებული სასამართლოს მხრიდან, რომ არის თაღლითი, რომელმაც $1 მილიარდზე მეტი მიისაკუთრა, შემდეგ მანქანა იყიდა, გადააკეთა, საბარგულში ჩაიმალა, ისე გადაკვეთა საზღვარი, ანუ არის ჩვეულებრივი მაქინატორი ადამიანი, ასე რომ ხა მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი, მე მგონი მას თავადაც არ უნდა უკვირდეს. მთელი საზოგადოება უყურებს, ხედავს ვინ არის პიროვნულადაც, ვინ არის თავისი ქცევით, თავისი დანაშაულებით და ანჩეს სასამართლო განიხილავს და დაადგეს. მადლობა. მოვისმინეთ შალვა პაპუაშვილის კომენტარი, ახლა ეთერში რეკლამის